მერეგები. გამარჯობა. შეგიძლიათ მოგესალმებით. სალამი ახალი კვირა დავიწყეთ. ვაიკო შენ სალამით გააგონე მოგურები. მოგესალმებით. შაბათია დღეს და სასარგებლო რჩევები ჩვენი და გიორგი კეპულაძე დავით კიპეძეც მოგესალმებიანეს. გამარჯობა, მოგესალმებით. ჩვენ უკვე წაყვანები ხართ. ესე იგი, ზაფხულია, სესხების დროა, დასასვენებლად რაღაც ბევრი ვარია, ონლაინ რეჟიმშიც ისეც და ასე შემდეგ. კი, მე მაგალითად ტელევიზიით უკვე ძალიან ხშირად მხვდება სატელევიზიო რეკლამები, საკმაოდ ისეთი კარგად გიხსნიან, რა ხდება, ერთი შეხედვით კარგად გიხსნიან, შემდეგ აუცილებლად შედიხარ მათ საიტზე, იღებს ეს და საბოლოოდ ხვდები, რომ ყველაფერი არც ისე კარგად და მარტივად ყოფილა. მოდი თავიდან დავიწყოთ ზოგადად. თუმცა, ანუ ეს ონლაინს, ეს მომსახურება საერთოდ იმიტომ შეიქმნა, მე ესე მგონია, რომ გაგვიადვილოს ჩვენ ცხოვრება, ხო? რაღაცა მხრივ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. უნდა დავიწყოთ იქიდან, რომ ეს არ არის ქართული know-how, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ბრიტანეთიდან მოდის, სადაც მსგავსი ონლაინ ტიპის სესხები, როდესაც ინტერნეტით შენ ავსებ განაცხადს და ინტერნეტით ვთქვათ, იღებ, მტკიცდება შენი სესხი, როდესაც პირისპირ შეხება არ გაქვს. იქიდან მოდის და თავარი რაც ახასიათებს არის სიმარტივე გაცემის ამ სესხის. ბოლო პერიოდში არის ძალიან დიდი ბუმი საქართველოში მსგავსის ტიპის სესხების. ეს არის გამოწვეული იმით, რომ ეკონომიკაში ყველაფერს და ბაზარზე მოთხოვნა მიწოდება არეგულირებს. ძალიან მაღალი მოთხოვნაა სესხებზე, იმაზე რომ ადამიანებმა ისესხონ თანხები. რა თანხებია? მაქვს აი ზოგადად ლაპარაკი. პატარა. დაახლოებით 650 ლარამდეა, თუ არ ვშტები, მაგ სხვადასხვა პირობებია, მაგრამ იწყება 200 ლარიდან, 200-300 და არ არის, ანუ არის პატარა თანხები. პატარა თანხებზეა საუბარი, საბუთებსაც არ ითხოვენ ბევრს, მხოლოდ პირადობის მოწოდების საფუძველზე ნომერს, თქვა შეიყვან, პირადობის შეავსებ შენს მონაცემებს, ისინი შეამოწმებენ, თქვა ამ პიროვნების მონაცემებს უკვე კრედიტინფო საქართველოში, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, რომელსაც აქვს ბაზა ნეგატიური და თქვა დადებითი ჩანაწერების და ამ ჩანაწერების მიხედვით თუ არა აქვს პრობლემა, გასცემენ პატარა სესხს. ერთი შეკითხვა კიდე. ასეთ სესხს გასცემენ მხოლოდ რაღაცა პატარა კომპანიები როა ცალკე თუ ბანკებიც და ისინიც? ბანკებს როგორც წესი მსგავსი სერვისია, ეს არის ცალკე, არც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კი არ არიან, შეიძლება ითქვას. არიან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებრივი ფირმები არიან, ბანკებთან ფაქტობრივად არანაირი კავშირი არ აქვს, მათზე დიდად არ ვრცელდება არც ეროვნული ბანკის რეგულაციები, შესაბამისად მათ ცოტა ხელფეხი გახსნილი აქვს შეიძლება. თუმცა შეამოწმოს ინფორმაცია მათ აქვს. დამოუკიდებელი ერთეულები არიან, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები, რომლებზეც რეალურად ფაქტობრივად კი არა და საერთოდაც არანაირი კანონმდებლობა ფაქტობრივად ფინანსური საქმიანობის კუთხით არ ვრცელდება და არანაირი კანონი მათ არც არეგულირებს და არც რაიმე სახის ვალდებულებას არ აკისრებს, რა თქმა უნდა, ცუდია და არასწორია. თუმცა უნდა აღინიშნოს ის მომენტი, რომ ესეთი სახის პროდუქტი აპრობირებულია მსოფლიოს მასშტაბით, როგორც ამერიკაში, კანადაში, ჩეხეთში, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში და შესაბამისად იქ არსებობს გარკვეული რაღაცა რეგულაციები, რომლის მიხედვით ესეთი სახის ორგანიზაციები რეგულირდება. უბრალოდ შეიძლება კითხვა რა. ავიღე და აღარ ვიხდი რა. რა ბერკეტი აქვს თუ მათ რა მოიღო? ეს არის პირადი მოსვლა და მოიტა ფული თუ აი როგორ ხდება? რა თქმა უნდა, ანუ პირველ რიგში რომ დავიწყოთ იმით, რომ როგორ მტკიცდება ძალიან მარტივი ფორმა, ანუ საიტზე ალბათ გინახიათ კიდევაც უმეტესობას. საიტზე ძალიან მარტივი დაახლოებით 10 გრაფიანი ფორმა არსებობს, რომელსაც შევავსებთ ჩვენს პირად მონაცემებს, საკონტაქტო ინფორმაციას და შესაბამისად შემდეგ ეს იგზავნება ეგრეთ წოდებული სკორინგის სისტემაა, რომელსაც გადაამუშავებს აბსოლუტურად ყველანაირ მონაცემებს. ეს სისტემა მიბმულია როგორც კრედიტინფო მონაცემთა ბაზაში, როგორც გიორგი მაღრიშნა, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნულ საიტზე მიბმული და იქ ხდება ყველანაირი ინფორმაციის გადამოწმება და შესაბამისად ხდება დამტკიცება. რაც შეეხება შემდეგ უკვე გადაუხდელობას, აი მანდაც რეალურად ჩვეულებრივი კანონმდებლობით რეგულირებადი სისტემა აქაც. ხელშეკრულებაში განსაკუთრებული პირობები ისეთი, რომ რის მიხედვითაც კლიენტს რაიმე მომხმარებელს რაიმე ესეთი განსაკუთრებული უფლებები აქვს, რა თქმა უნდა არდევს ასეთი და ესეც უნდა ითქვას, რომ ალბათ ცალმხრივად არის შედგენილი ეს ხელშეკრულება და ორგანიზაციის ინტერესებია გათვალისწინებული, ხოლო სანქციებს რაც შეეხება, ну ჯარიმების კუთხე, პირგასამტეხლოების კუთხე, რა თქმა უნდა ყველაფერი გათვალისწინებულია და უკვე ბოლო მხარე არის უკვე რომ ესეთი სახის სესხები იურიდიულადაც ძალიან მარტივად მოსათხოვია და ძალიან მარტივად, ასე თქვათ, ამოღებადია. სესხს მიდის რისკზე, ანუ თმობს თავის ინტერესებს უფრო მეტად. იცით რა შეა საქმე, როგორც ვახსენეთ, ანუ ესეთი სახის პროდუქტი საკმაოდ აქტუალური პროდუქტია და ძალიან
ფართოდ მოხმარებადია რეალურად. მაგრამ რო ვისაუბროთ ამ სახის კუთ რისკებზე, ცოტა რთულია ამაზე საუბარი, იმიტომ რომ რისკს როგორც ასეთი ყველაფერი შეიცავს და საბანკო პროდუქტებიც კი რისკებს შეიცავს, მაგრამ თავარია ზირთად იმათი ინტერესებია. ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ თავარია როგორ გამოვიყენებთ ამ პროდუქტს. ახლა ჩვენ თუ ხელშეკრულებას სათავისოდ საჩვენოდ გამოვიყენებთ და პროდუქტს შესაბამისად მიუდგებით, რომ იმ კონკრეტულ მომენტში ავიღებთ, რა კონკრეტულ მომენტში გჭირდება და შესაბამისად იმ ვადებს გავითვალისწინებთ, რა ვადებში ეს უნდა დავფაროთ, ძალიან მარტივი და ძალიან კარგი პროდუქტია. მაგრამ წარმოვიდგინეთ ახლა ისეთი სიტუაცია და ისეთი მომენტი, როდესაც ადამიანს ხელფასი აქვს 600 ლარი და ასეთი სახის პროდუქტია დაღებული თქვა 350 ლარი და ეს 350 ლარი აუცილებლად ერთ თვეში უნდა დაიფაროს, იმიტომ რომ ამის ერთი თვე არის მაქსიმალური ვადა, ამ ერთი თვის გადავადება კიდე კარგველულ თანხასთან არის დაკავშირებული. ან ოფიციალურად გადავავადებთ ხელშეკრულების საფუძველზე, რაც გარკვეულ საკომისიოსთან არის დაკავშირებული, ან ჯარიმით უნდა გადავავადოთ. მოდი ამშვიდეთ, რომ მაგას როგორც წესი, ახლა მაღალი ხელფასვისაც ის ხალხი არ მიმართავს, ხო? ეგრეც არ არის სუმფლად იმა, იმიტომ რომ წარმოიდგინე მომენტი, როცა რაღაც უცებ თანხა გჭირდება 2 დღით, 3 დღით, 1 კვირით, ხელფასამდე თანხა და ძალიან მარტივი ასაღებადია და ნუ გიღირს რაღაც იმ 10 ლარის და 15 ლარის ზედმეტად გადახდა, მაგრამ არსებობს ანუ ერთი თვე მე არ ვიცოდი, ერთი თვე არის მაქსიმალური ვადა და აი დაფარვის სქემა არ არსებობს. იღებ აბსოლუტურად დიდი თქვა სამხარებო სესხების ბანკები, როდესაც გასცემ ეს სესხებს, იქ არსებობს, როდესაც ეს კრედიტი და ძირი ერთად იფარება, ხო, ნელ-ნელა რაც აუხსენით ჩვენ დაფაზეს დავწერეთ მაშინ, გახსოვთ რომ ნელ-ნელა იფარება როგორც ეს ძირი, თქვა 300 ლარი ავიღეთ, ხო? ამ 300 ლარს რომ ავიღებთ, ნელ-ნელა ვფაროთ, მაგრამ ერთ თვეში აქ ზუსტად ეს არის რომ ამას ცალკე სესხის პროცენტი არ აქვს როგორც ასეთი. აქვს ეგრეთ წოდებული საკომისიო, რომელიც არის დაახლოებით 30. რამდენიც ავიღებდნენ დაუბრუნდა პლუს კი ბატონო, ანუ დაახლოებით ხო, დაახლოებით, ანუ 100 ლარზე თქვა უკან შეგვიწევს ჩვენ ახლა ყველა სხვა პირობები აქვს. ზოგს აქვს 14%-იც ეს ყველას 30 არ აქვს. ნუ მაგრამ მე მათ პირობებზე საუბარს რა თქმა უნდა არ ვაპირებ, თავის რეკლამაში თვითონ მოყვნენ მათ, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ იქ პროცენტებით არ საუბრობენ ეს ორგანიზაციები და ძალიან ხო, ძალიან ცოტა ვფიქრობ, რომ უფრო შეცდომაში ყავთ მომხარებლები, იმიტომ რომ ეს პროცენტი რაც ახლა გიორგი მახსენა 30% თქვა 14% აქ კიდე ზავს. ეს ჩვენ დავთვალეთ და 30%. იქ კონკრეტული ციფრები წერია თქვა 100 ლარზე რამდენი საკომისიოს გადახდა გვიწევს, 200 ლარზე რამდენის, 300 ლარზე რამდენის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ფიური პროცენტი ძალიან მაღალია. რა თქმა უნდა ძალიან მაღალია, მათ ეფექტური 3% დაახლოებით 300%. დავჯარიმდე თუ რაღაცა წესიერად რომ მოვიქცე, ამისათვის რამდენიც ავიღე ერთი თვის განმავლობაში, ანუ ერთ თვეში. იმდენივე უნდა დავაბრუნო, პლუს რამდენი საკომისიოც მითხრა. ეს უნდა დავაბრუნო. და თუ არა, ეს საკომისიო ყოველთვის რა თქმა უნდა, იქ შემდეგ ჯარიმებია, რაც ხელშეკრულებაში ჩადებულია და საკონტროლო. მან ვთქვათ, მე ავიღე 20-ში და უნდა დავფარო 20-ში. თუ 25-შივე დავფარე, არაფერი პრობლემა არ არის, ხო? საკომისიოს ნებისმიერ შემთხვევაში. არა, საკომისიოს ვიხდი და დამთავრდა. ხო, როგორც ბანკშია რო ვთქვათ, რაღაცა სხვა პროცედურებია, ძელვადიანი სესხები როცა გაგიმის დაფარვაზე, ეგ არ არის. მარტივია, რა მოკლედ. ხო, ძალიან მარტივია. მარტივი, ზუსტად მიმზიდველობა ეს არის, მაგრამ ჩვენ საუბრობთ კი მაღალ პროცენტზე, მაგრამ მეორე ფაქტორია, ყველა სესხში, ვთქვათ, პროცენტის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი არის ის რისკი, რომელსაც კრედიტორი გასწევს სესხის გაცემისას. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცა ავსებს თქვა მხოლოდ ონლაინ რაღაც კრედიტ ინფოს მონაცემების საფუძველზე გაგძლევს ფულს და მას ძალიან ნაკლები გარანტიები აქვს შეიძლება ხო რომ ძალიან დიდი პროცენტი შეიძლება გახდეს პრობლემური ამ სესხების შესახებ მაღალი რისკი ასეთი რისკის სესხები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის საკმაოდ მაღალი პროცენტი მაღალი ეს არ არის გასაკვირი რა თქმა უნდა ჩვეულებრივ სამომხმარებლო სესხებთან იპოთეკურ სესხებთან და სხვა ტიპის სესხებთან შედარებით ამ სესხებს ექნება მაღალი პროცენტი ამაში გასაკვირი შეიძლება არაფერი არ არის თუმცა გარკვეული რეგულაციები შესაძლებელია რომ მათზე ვრცელდებოდეს ჩვენ საუბრობდით რომ კერძო იპოთეკარები არსებობენ კერძო მევახშევის ეძახით თქვა მათთვისაც უნდა არსებობდეს იმიტომ რომ რაღაცა საზღურები იმ საპროცენტო განაკვეთის იმიტომ რომ წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი შეიძლება 1000%-მდეც ავიდეს თქვა ამ ყოველთვიური 30%-ის დაჯამებით მაშინ რატომ არის ესეთი პოპულარული იმიტომ რომ სასესხებლად ხო ჯობია მაშინ ბანკში ისეს ხო იმიტომ რომ იქ ბევრი ვარიანტია გადახდების უფრო კომფორტული შენთვის მაგრამ აი ხა მეორე ის უნდა აღვნიშნოთ რომ ამ ორგანიზაციებს როგორც წესი მიმართავენ არა თქვა ხშირად ის ვისაც ბანკი აძლევს სესხს არამედ ისეთი ადამიანები რომელსაც ბანკმა უარი უთხრა მიკროსაფინანსომ უარი უთხრა ფულს მეგობრისგან ვეღარ სესხულობს სახელის გაფუჭებული აქ შეიძლება და სასველი პირია ხო რაღაცა და უცებ მივა და აი პირადობის მოწობით ონლაინ ინტერნეტი ყველამ კარგად ავითვისეთ უცებ შეავსებს და ბევრ კითხვას ის აღარ სვამს თუმცა მანდაც შეიძლება ხო სახელი რო გაიწვიოს ამასთან ერთად ხო რა თქმა უნდა ასეთი სახის პროდუქტის მომხმარებლების სეგმენტი დაახლოებით 20-დან 35 წლამდე მერყევს ანუ ყველაზე მაქსიმალური რეიტინგული ასაკი ეს არის
პლუს ამას დავუმატოთ ის მომენტი, რომ ასეთ პროდუქტებს გიორგი მაგნიშნებს ბანკები უკვე აღარ აფინანსებენ და ან უკვე დაფინანსებული აქვს ესეთ ადამიანებს სესხები და ასეთი სახის სესხების სარგებლობისთვის არანაირი რაღაცა ის კოეფიციენტები, რასაც ადრე ვისაუბრე, რომლის ბანკები თავის ხელფასის მიხედვით განსაზღვრავენ, საერთოდ არ მოქმედებს. იცი რა მეინტერესებს, აი მაგ შემთხვევაში ისტორიებს ხო ვილაპარაკეთ ჩვენი შავი სია ეგრეთ წოდებული რომელიც აი ეს ორგანიზაციები ამას ითვალისწინებენ შენი ხარ თუ არა რა თქმა უნდა ყველა ორგანიზაცია თუმცა მაინც უფრო მოგცემს ალბათ ყველა ორგანიზაცია არის უკვე კი ყველა ორგანიზაცია არის უკვე კრედიტინფო საქართველოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული და მათთან ხელშეკრულება გაფორმებული აბსოლუტურად შესაბამისად მათ მიერ ინფორმაცია რა თქმა უნდა იგზავნება კრედიტინფოს ბაზაში და ნებისმიერი გაფუჭებული და გაპრობლემებული სესხა ვადაგაცილებული სესხი შესაბამის ბაზაში შედის მაგრამ ის მომენტი რომ მიუხედავად ამისა მაინც იძლეოდნენ სესხებს ეგრეც არ არის ანუ მაგ რისკებს ისინიც აუცილებლად ითვალისწინებენ იმიტომ რომ ეს ისეთი სახის პროდუქტია რომელიც ყველაზე არარეგულირებადი და ყველაზე მაღალ რისკიანია ამოღების კუთხის შესაბამისად აუცილებლად ითვალისწინებენ კრედიტინფოს მონაცემთა ბაზაში. არასწორია თვითონ იმ ადამიანის მიმართაც ვის თქვა პრობლემურია იმის მიმართაც არასწორია რა ეს უმატებ ვალდებულებას მიუხედავად იმისა შესაძლებლობა აქვს თუ არა რომ დაფაროს ანუ ეს სკორინგი რაც ახსენე რეალურად ხედავს იმ მონაცემს რომ კლიენტს აქვს ხელფასი 600 ლარი კრედიტინფოში ამოწევს ინფორმაციას რომ მას აქვს თქვა სამხარებლო სესხი რომელიღაც ბანკში 3000 ლარი და იმ 300 ლარს და 400 ლარს კიდე დამატებით მაინც აძლევს ეს ისე რო არ გამოგვიდეს რომ მარტო რაღაცა საფრთხეზე ძალიან მოხერხებული სერვისია თავი როგორ გამოვიყენებთ მაგაზინში თავი ჭკენო გამოვიყენოთ თორე ძალიან მაგარი სერვისი ასაღებია თქვა რამე აქვს კიდე ისეთი პლუსი აი რა შემოთავაზებები აქვს ძირითადად ანუ თან გერიცხება ხო ალბათ ანგარიზე გერიცხება კი ანგარიზე გერიცხება ანუ თავიდანვე აღმოჩნდა ეს არის სიმარტივე რა თქმა უნდა იმიტომ რომ თუ ბანკი გთხოვს ძალიან ბევრ საბუთს ხშირ შემთხვევაში რომ სესხი გასცეს ხო და ხშირად შეიძლება დაბრკოლებებით შეგექმნას იმიტომ რომ ზოგი შემოსავალს ვერ ადასტურებს ზოგი უკვე აღმოჩენილი რაღაც მასე ნეგატიური ჩანაწერი არსებობს ამიტომ ეს სიმარტივე სწორედ არის ხიბლი მთავარი ამ ონლაინ სესხების კომპანიების რომლებიც საკმაოდ მომრავლდა ბაზარზე მხოლოდ სატელევიზიო რეკლამებს თუ დავაკვირდები და ძალიან ბევრი ასეთი კომპანია და ბოლო ერთ წელიწადში ბევრი შეიქმნა და შესაბამისად ანუ ეს არის ზუსტად სიმარტივე ამ სესხების გაცემის ასევე უნდა აღინიშნოს ის რომ კრედიტინფოს ბაზაში როგორც მათ აქვს ცნობა ასევე ნეგატიურ ჩანაწერებს ისინიც გადასცემენ თუ თქვა გაჩნდა ნეგატიური ჩანაწერი ისინიც გადასცემენ და როდესაც იკითხეთ რომ თქვა აი რა ბერკეტები არსებობს ხო ეხლა თუ ადამიანს უნდა რომ 200-300 ლარიანი სესხის გამო მთელი 1-5 წელი სესხი ვერ აიღოს და პრობლემური სესხებლებში აღმოჩნდეს ხო მაშინ ნუ ეს მის არჩევანზეა თორე პირველი რასაც გააკეთებენ რომ მასე გაჩნდება ნეგატიური ჩანაწერი და შემდეგ რა თქმა უნდა ეს კომპანია უკვე იურიდიული კუთხით ხელშეკრულების მიხედვით დაიწყეს ამ ფულის ამოღებისთვის ბრძოლას და შესაბამისად თავის ჯარიმები და საურავები. შეცდომაში ვერ შევიყვანოთ ხალხი, ანუ მანდაც იგივე საფრთხე გაქვს შავსიაში მოხვედრის, თქვა როგორც დიდი სესხის დროს ბანკში. ერთადერთი დადებითი მხარე რაც მინდოდა აღმენიშნათ, ალბათ გაგიკვირდათ, მაგრამ დადებითიც აქვს რეალურად ის მომენტი, რომ სესხების გაცემა აქ არის ზრდადობის პრინციპით დაყოფილი, ანუ პირდაპირ პირველ მომხმარებელს, თქვა ახალ მომხმარებელს ეგრევე თქვა შეიძლება 650 ლარი და 600 ლარი არ მისცენ, ანუ მან ეს მომენტი მაინც არის კარგად ჩადებული, რომ მის ასე თქვა გადახდის უნარიანობას ამოწმებენ რაღაც პერიოდულობით, ანუ თავიდან აძლევენ 100 ლარს, შემდეგ თუ კარგად დაფარავს მე 200 ლარს და ასე შემდეგ და მაქსიმუმ ადის 650 ლარიან ზღვრამდე. ანუ ეს მომენტი კიდევ კაი რომ მაინც დაცული აქვს რომ პირდაპირ დიდ თანხას არ გასცემენ მომხმარებელზე რომ კიდევ უფრო არ დაუმძიმონ ფინანსური მდგომარეობა. რა თქმა უნდა, კი, იგებენ და თვითონ თავისთვისაც რა თქმა უნდა კარგ საქმეს აკეთებენ, პროდუქტს კარგად ყიდიან. ღირს თუ არა აღება ამაზე პასუხი გააქვს თუ არა? სანდოების კუთხით. მე ჩემი რჩევა იქნებოდა და ჩვენი ორგანიზაციის ძირითადი მიზანი სწორედ არის რომ ურჩიოთ მომხმარებლებს ამ გადაცემაში, ამიტომ ვართ, რომ რჩევები მივცეთ მომხმარებლებს. ამ სესხით არამც და არამც, რა თქმა უნდა, იმ ერთვიან ვადას არ უნდა გადავაცილოთ. ეს არის რეალურად, ანუ შენ თავს უნდა ესეც ხო ესე გამოთქვა, აი მეგობარი ვერ გაძლევს რაღაცა, ეს 200-300 ლარი დაგჭირდა. იცი რომ ხელფასზე ჩაგერიცხება იმ დამატებით 30-50 ლარსაც დადებ და გადაიხდი, როცა აი ესე დარწმუნებული ხარ შენ თავში რომ ამას გადაიხდი. აი მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა მიმართო მსგავს ხერხს და არა ვთქვათ რომ რაღაცა ბიზნესი დაიწყო, ან რაღაცა ცხოვრების მოწყობა გადაწყვიტო ამ 300 თუ 500 ლარი. აიღო ტოტალიზატორში გადო. სწრაფი სესხი რა ხო
სწრაფად, რამდენად სწრაფადაც გაძლევენ, ასევე სწრაფად ხო. მოიჭერს ეს თემა არის ახლა. ბაზოტო რო ვახსენე, ძალიან ხშირად იყენებენ ბანკის შემთხვევაში და ორგანიზაციების შემთხვევაში სეგმენტი ზუსტად მაგისტვის იყენებს უმეტესწილად, რომ ასეც ესხებს იმით და ხშირად საქეიფოთაც რო უნდა წეს. ეს ქართული მენტალიტეტის ორივე მრჩეველი თუ შეამჩნიეთ ბანკის შემთხვევაშიც და მიკროსაფინანსის შემთხვევაშიც პირველ რიგში ასახებდა. თუ მეგობარმა უარი გითხრათ, ანუ მეგობართან სესხება არის პირველი ყველაზე უსაფრთხო. იმიტომ რომ მეგობარი როგორც წესი პროცენტებს ალბათ არ გამოგვართეს სამართლით. თქვენ გვასწავლიდით აი შეიძლება საერთოდ უკან არ გამოგარდეთ. ბანკთან ურთიერთობის დროს აი ხელშეკრულებების კითხვა როგორ უნდა ჩავერიოთ. ეხლა რო გისმენდით ვიფიქრე რომ კი რა თქმა უნდა წავიკითხოთ ეს ხელშეკრულება კარგად აწრულებით, მაგრამ ისეთი რაღაცნაირი ძალიან კონკრეტული და ერთმნიშვნელოვანი პირობები აქვს. აზრია აქ ხელშეკრულებაში ჩაღრმავებას და თუ უბრალოდ რომ ვიცოდით რა გვემუქრება. უნდა წავიკითხოთ აუცილებლად რა თქმა უნდა ხელშეკრულება რაზე ვაწერთ ხელს, ეს ხელშეკრულებას ონლაინ არის განთავსებული და ან არის საიდუმლოებას არ წარმოადგენს, უნდა შევიდეთ, გავესწროთ, მაგრამ რა თქმა უნდა ამ ხელშეკრულების პირობების ცვლილება ფაქტობრივად არ ხდება. იმდენად მცირე თანხაზეა საუბარი, იმდენად ძალიან სტანდარტიზებული ეს ხელშეკრულებები, რომ იქ ყველა პირობა გათვალისწინებულია, რა თქმა უნდა გამსესხებელი ყველანაირ პირობას დებს იმისთვის, რომ მოსალოდნელი რისკებისგან თავი დაიზღოს, თავიდან ვთქვი, რომ ეს საკმაოდ მაღალ რისკიანი, თუმცა სხვათაშორის ჩვენს ორგანიზაციაში ხშირად მოდიან ადამიანები, რომლებსაც თქვათ მსგავსი ტიპის სესხები აქვს და ან აი აქვს რამდენიმე სესხი და კიდე პლუს ზემოდან თქვათ ეს დამატებული. დაწყებულა სასამართლო დავა, ან რომ ახსენეთ, რომ თქვათ კონკრეტულად არ არეგულირებს ამ მიმართულებას თქვათ კანონმდებლობა ყოფილად, თუნდაც თქვენს ორგანიზაციაში შემთხვევა, რომ რაღაცა დააყო. ჯერჯერობით ისეთი кейსი, როდესაც ამ ონლაინ ორგანიზაციებს სასამართლოს დავით გადაეწყვიტოთ პრობლემა, არ ყოფილა ჩვენ ესეთ შემთხვევა ჯერჯერობით არ დაგფიქსირებია. თუმცა აქამდე მისვლა ცოტა რთულია, იმიტომ რომ ეს ორგანიზაციები როგორც წესი მიმართავენ უფრო ამ პროდუქტების გაპრობლემებული ვალდებულებების გარე კოლექტორებზე გაყიდვას, როგორც ეგ რა არის, რა სიტყვები თქვი? ხო, ცოტა უცნაური გარე კოლექტორი, მე მეგონა ეს არსებობს ასეთი მანქანის ნაწილი მეგონა. არსებობენ ესეთი ორგანიზაციები, რომლებიც საფინანსო ორგანიზაციებისგან, ამ ბანკებისგან, მიკროსაფინანსოებისგან, ამ ონლაინ სესხებისგან ყიდულობენ ვალდებულებებს, გაპრობლემებულ ვალდებულებებს და შემდეგ ისინი მუშაობენ. ამ საკითხზე ჩვენ დაგეგმილია კიდე ცალკე ასე ვთქვათ გადაცემა და ამაზე დაწვრილებითაც შემდეგ კიდე პრობლემას ყიდულობს კომპანია, ბანკი და ვთქვათ ესეთი ონლაინ სესხების გამცემი კომპანია იშორებს ამ ვალდებულებას რეალურად ყიდის და შემდეგ უკვე ის ორგანიზაცია ცდილობს რომ ეს თანხა ამოიღოს. კიდე საინტერესოა, იმ თანხას იღებს საკომისიოიანა თუ კიდე უფრო მაგაში არ დარჩებიან, მეც აიღებს, ხო ფაქტია. მან არის ასე პორტფელიურად ხდება ამ ვალდებულების გაყიდვა რაღაც გარკვეულ მაგრამ შენ ვარდები ხუთგეში. ხო, რა თქმა უნდა, იმათთან ძიმდება ძალიან ძიმია, მაგრამ თალკე გადაცემა გექნება იმაზე, აი იმათთან ვინ არიან ის ბოროტები? ანუ საქმეს კიდე ყიდვა. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს შეხება მსგავს ორგანიზაციებთან, რომლებსაც რა თქმა უნდა თავისი მიზნები აქვს, ისინი არ არიან საქველმოქმედო და ჰუმანიტარული ორგანიზაციები, ძირითადად პრობლემურ ადამიანებთან და პრობლემური სესხების მქონე. იმათ რა ბერკეტები აქვს? ეს ლეგალური ბიზნესია? ლეგალური ბიზნესია და რა თქმა უნდა ისინი აბსოლუტურად ლეგალური საშუალებებით ცდილობენ. იმას შეუძლია მოვიდეს წაღაღილ რაღაც წაიღოს და გაგიყიდოს. ხელშეკრულებაშიც კი არის გათვალისწინებული ამ ონლაინ სესხებში კონკრეტულად რომელ ორგანიზაციაზე მოხდება საბოლოო ჯამში ამ სესხის მიყიდვა საჭიროების შემთხვევაში. ის მოგიქცევენ კაცმა არის. ხო, ანუ შემდეგ ხდება რომ ესეთი ორგანიზაციები მიმართავენ უკვე თუ საჭირო გახდა იურიდიულ ანუ რეალურად თავარი არის და იცოდე რისთვის გინდა რომ ნამდვილად და მოკლევად 200 ლარის გამოწვევა ისე სწრაფი დაბრუნება ანუ ძალიან რთულია ერთიანად შემდეგ 350 ლარის და 600 ლარის მით უმეტეს გადახდა როცა ხელფასი არის თუ ისე მაღალი გაქვს და მით უმეტეს როცა პარალელურად ბანკებში ვალები გაქვს ძალიან რთულია და საბოლოო ჯამში მიდიან იქამდე რომ აი ამ კონკრეტული პატარა სესხის შეიძლება შემდეგ ბანკები ვერ გადაიხადონ, ბანკების გადაუხდელობას უკვე რა მოყვება, ყველამ ძალიან კარგად ვიცით და შესაბამისად ჯაჭვი იქმნება ერთიანი. იცით ბიჭებო, თუ ბანკი არ გაძლევს, თუ აქ ხარ ცუდი გადამხდელი, თუ ეს არ გაძლევს და ბანკში ხარ ცუდი გადამხდელი, რა დროს მოახერხე რომ რამოდენიმე ბანკში და აქაც ერთდროულად სესხი აიღე? გეტყვით, ანუ აიღე 2 წლის წინ აიღე თქვა სამხარებელ სესხი, რომელიც თქვა არის 3 წლიანი და ნელა იხდი, მაგრამ აღმოჩნდა რაღაც ეტაპზე რომ შემოსავალი შეგიმცი და ვეღარ იხდი. შემდეგ უკვე სანამ იმ კრედიტ ინფოს ნეგატიური ჩანაწერი გაჩნდება შენზე, მიმართავ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ თქვით იმ გადაცემაში ერთვიანი ვადა და
მინიმუმ 2 კვირიანი, მაგრამ დაახლოებით 1 თვიანი ვარ და რომ ჩანაწერი გაჩნდეს, ისე და სანამ პრობლემური გახდება, შეიძლება რომ ზუსტად იმ ბანკის ცესხის დასაფარად აიღოს ადამიანმა 300 ლარი, რომ იქ შესატანი აქვს, მაგრამ ეს ხო დასაბრუნებელი აქვს და შემდეგი თვეც მოდის, სადაც ამიტომ საკრედიტო მახეში არ უნდა აღმოჩნდნენ და ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ ჩვენი ცხელი ხაზის ნომერს გამოვაცხადებ 240 0505. დღეიდან ასევე ჩვენი ვებგვერდი SAPG ამუშავდა, სადაც შეუძლიათ ონლაინაც მოგვმართო, როგორც ასევე ტელეფონზე დაგვირეკონ და ჩვენ ყველანაირ კონსულტაციას გავუწევთ ნებისმიერ ცეცხლთან დაკავშირებით და ზუსტად ჩვენთან სხვათა შორის ძალიან მიხარია რომ წინასწარაც რეკავენ უკვე ძალიან კარგი პრეცედენტები შეიქმნა რომ აი წინასწარ რეკავს ადამიანი აი ანაბარი მინდა განვათავსო და რომელ ბანკს მირჩევ ჩვენ რა თქმა უნდა ვეუბნებით რომ სხვადასხვა ბანკის პირობები შეისწავლეთ არც ერთი კონკრეტული ბანკის პირობებს არ წინასწარ რეკავს ადამიანი რომ აი ცეცხლის აღება მინდა და წამომყევით გვეუბნება არ გავიარე ეგეთ დაწესდა კონსულტაცია დღეს კონკრეტული ანუ ეს პრაქტიკაც უკვე ვთქვით რომ დავამკვიდროთ რომ მომხმარებელმა მოგმართონ წინასწარ სანამ მახეში გაემევიანო რაღაცა დავაყვალე აუქსნი ჩვენ პირობებს აი ესე გულის ამაჩვეყებლად დასრულდა ეს კარგი ესე იგი ეხლა კიდე იქეთ კვირაში რას დაახლოებით ხო კი ვიცით სხვათა შორის ერთ-ერთი აქტუალური თემა განსაკუთრებით ქალბატონებისთვის ეს არის ონლაინ შოპინგი არც ასე არის და თვითონ არ არის გასახარებელი მანდ არაფერი ხო ესეა რომ კიდევ ერთხელ ალბათ დავწმუნდები რომ კარგია რომ არ შოპინგობ ონლაინ არა სხვათა შორის ბევრი კარგად იყენებს ძალიან ამ საშუალებას რომელი გითხარით რა რომელი ვეტენით ეს ნერვი არბისტისა ძალიან საინტერესოა რომ ბევრი ეს თავში ხელშემორტმული მამაკაცი მინახია მაგრამ ძალიან სასარგებლო რჩევები გვექნება ონლაინ შოპინგთან დაკავშირებით და ჩემთვის მადლობა მომკვირაში გელოდებით აუცილებლად ჩვენი განაცემის მეორე ნაწილში კიდე ზიანოდარის მორიგი პაციენტი პაციენტს ისე ხშირად ახსენებ რომ ზიანოდარს უკვე შეგვიძლია ექიმი დავარქვა დოქტორ ზიანოდარი იქნება შეიძლება